საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კუბაში თავის კოლეგას შეხვდა. ბრუნო როდრიგეს კარილიასთან შეხვედრაზე განიხილეს კუბასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. მაშეცემ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმების და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ. პატივცემულო მინისტრო, ძვირფასო სტუმრებო, მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ჰავანაში გიმასპინძლოთ. თქვენი ვიზიტი ხელშეუწყობს კუბელ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებას, ხოლო ჩვენს მთავრობებს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას. ჩვენმა ორმხრივმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების და სპორტის სფეროებში კუბასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პოტენციალი დიდია და იმედი მაქვს, ჩვენ ამ შესაძლებლობებს სრულად გამოვიყენებთ. ჩემ კოლეგას, ჩემ მეგობარს ბრუნო როდრიგეს პარელიას, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის და საქართველოს ხალხის, ქართველი ხალხის სახელით მადლობა ვუთხარი იმ პრინციპული, კარგად გააზრებული პოზიციის გამო, რომელიც კუბის მთავრობამ დაიკავა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ორივე ქვეყანას აინტერესებს თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიც არის უპირველეს ყოვლისა ეკონომიკა, კულტურა, მეცნიერება და ჯანდაცვა. გამოიკვეთა ძალიან საინტერესო პროგრამები, რაც შეეხება განათლებას, კულტურის ფესტივალების მოწყობას ორივე დედაქალაქში 2012 წელს.